ევროკავშირში გაწევრიანება, იმიტომ გვინდა რომ საქართველოში იყოს ღირსეული ჯანდაცვა, სამუშაო პირობები, სადაც დაცული იქნება ყოველი მშრომელი ადამიანი, ექნება სამუშაო დაზღვევა, ექნება ტრანსპორტირება უფასო, ექნება ღირსეული ხელფასი და ადამიანის არ ექნება შეგრძნება, რომ ის კი არ არსებობს იმისთვის, ან კი არ მუშაობს იმისთვის, რომ იარსებობს, არამედ მუშაობს იმისთვის, რომ ღირსეულად იცხოვროს. ევროკავშირი გვინდა იმისთვის, რომ იყოს კარგი ჯანდაცვა პენსიონერებს, იმ ხალხს, ვისაც სოციალურად მოწყვლადი არის, არ აქვს საშუალება, რომ თავიანთ ჯანმრთელობას თავიანთი სახსრებით მიხედონ, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მათზე, გვინდა ხარისხიანი განათლება. განათლების სისტემა ძალიან ცუდ დღეშია, ყველა სფეროში ძალიან ცუდი მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს, ჭირდება ევროკავშირში გაწევრიანება და სანამ გავწევრიანებით, რა თქმა უნდა, ევროკავშირი აფინანსებს, იხდის უამრავ ფულს იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა დაეწიოს იმ განვითარების გზას და ეტაპს, რომელიც არის ევროკავშირის უკვე არსებულ ქვეყნებში, შემავალ ქვეყნებში. ასევე ევროკავშირი იმიტომ გვინდა, რომ კონდეს უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცუდია. მომატებული არის მძიმე მეტალების, ტყვის შემცველობა ყველაფერში, არის არ ხდება ნაგვის გადამუშავება, ჰაერი დაბინძურებულია, წყალი დაბინძურებულია, მიწა დაბინძურებულია, არაფერს არ აკეთებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ამისთვის, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ჩემს სამოქალაქო აქტივიზმში განახლებული ტალღა დაიწყო მაშინ, როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელმა, ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე გადაიდო საქართველოსა და ევროკავშირის შორის მოლაპარაკებები და მას შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს და არ დასრულდება მანამ, სანამ ერთი ადამიანიც კი იდგება ქუჩაში, მანამ სანამ უსამართლობა, ესეთი უსამართლობა რაც ხდება ამ ქვეყანაში იქნება, მანამ სანამ ის მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, რა მოთხოვნებიც გვაქვს აქციის მონაწილეებს. ევროკავშირში შესვლის შემდგომ მე ესე წარმომიდგება, რომ გვექნება დამოუკიდებელი ინსტიტუციები, განსაკუთრებით სასამართლო ხელისუფლება, გვეყოლება თავისუფალი მედია და იქნება განთავისუფლებული ცენზურისგან და წნეხისგან, ხელისუფლებისგან, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება დღესდღეობით. გვექნება კარგი განათლება, კარგი ჯანდაცვა, კარგი სამუშაო პირობები, კარგი ეკოლოგია, გვექნება უფრო მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარდება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემურია ხოლმე. ხალხი თავის თავზე იგრძნობს თუ რამდენად დიდი განსხვავება ჩვენს ეხლამდელ მდგომარეობასა და ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ მდგომარეობას შორის.